საერთოდ როგორ ხდება? აი ადამიანი რო ცხოვრობს, ადამიანი სულ მოქმედებს, ან ვიღაცას რაღაცას ეტყვის, რაღაცა ურთიერთობებს იწყებს, გადაწყვეტილებას იღებს და მე მოქმედებაზე გადადის. ამას ყოველთვის წინ უსწრებს ჩვენს გულში გაჩენილი სიტყვა, რომელიც კავშირშია ემოციასთან, ანუ გულის სიტყვა. და წარმოიდგინეთ, თუ ის არ არის ჯანსაღი, თუ ის არის დესტრუქციული შენი პიროვნებისათვის, თუ ის შენიც არ არის, წარმოგიდგენიათ რა შეიძლება ამას შედეგი მოყვეს და ამიტომაც შეიძლება ასე ითქვას, რომ ქრისტიანული ცხოვრება არის გულის სიტყვების გამოცნობის, ანალიზის, გამოცნობის და მათთან ბრძოლის ხელოვნება, როდესაც დააფიქსირებ, რომ ის თავისი წარმომავლობით შენი კი არ არის უკეთურია და სხვა ენერგიის მატარებელია და თან შეფუთულია როგორც სიკეთე, როგორც შენივე საკუთარი სიმართლე. ამიტომ ესეც, ანუ სიტყვა შეიძლება იყოს მართლაც ბოროტი ენერგიის მატარებელი. და ჩვენ განაშორს წასვლა გვჭირდება, როგორ ცუდად ვიყენებთ ჩვენ ადამიანების სიტყვას. როგორ ცუდად, როგორ ბილდს ვიტყვაობთ, მათ შორის სამწუხაროდ არა მარტო კაცები, რაღაც საშინელება გვჭირს. ეს ყოველად დაუშვებელი რამ არის, იმიტომ რომ ადამიანი როცა კეთილ სიტყვას ამბობს, აღშენებელია სხვისთვისაც და თავისთვისაც და თავისთვის და ასევე ეხსნება შესაძლებლობა ღმერთთან ურთიერთობისა, ხოლო როცა ადამიანი ბოროტ სიტყვაობს, იგი დესტრუქციულია სხვისთვისაც, საკუთარი თავისთვისაც და რა თქმა უნდა ღმერთთან ურთიერთობა მასში აღარ ხდება და ეს ყველაფერი იკეტება. იმდენად მნიშვნელოვანია სიტყვა, რომ სახარებაში განსაცვიფრებელი რაღაცები წერია ამ კუთხით. აი მაგალითად, უფალი ამბობს, რომ თქვენი ნათქვამის სიტყვების მიხედვით განისჯებით, როცა წარსდგებით ღვთის წინაშე და სიტყვის მიხედვით გასამართლდებით, ან დაისჯებით, ან გამართლდებით. კიდევ ერთ რამეს ამბობს, ყოველი უქმის სიტყვა, აი ნახეთ რა უცნაური ის არის სიტყვა ქრისტესი. ყოველი უქმი სიტყვისთვის პასუხს აგებ. არათუ ცუდი სიტყვისთვის, არათუ უკეთური სიტყვისთვის, არამედ უქმი. იმიტომ რომ ეს ისეთი ძვირფასი რამ არის ნიჭი ჩვენში, რომ მისი უქმად დახარჯვა არ შეიძლება. გესმით, იმიტომ რომ ეს არის სულის ენერგია ვლინდება და ეგეთი თვისება აქვს სიტყვას, იმიტომ სულ ზემოქმედების ინსტრუმენტი, იმიტომ ვახსენე, რომ თუ კარგს ამბობ, შენი სული ძლიერდება, ხოლო თუ ცუდს ამბობს და ამბობ და უქმად ნათქვამი, უაზროდ ნათქვამი, უკაცრავად ლაყმობაში გადასული სიტყვა უკვე ბოროტება ხდება და აზიანებს შენ სულს.